სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. მადლობა უფალს, რომ მოგცა შესაძლებლობა მოგიყვანა თავის მაცხოვნებელ წიაღში და შესაძლებლობა გვაქვს სულის გადარჩენისა. შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ ამ წუთის სოფელშივე ადამიანმა გაიზიაროს და შეიტკბოს სასუფეველის სიხარულის ნაწილი. მაგრამ ამავე დროს აქვს ადამიანს საშიშროება, რომ ამ წუთის სოფელშივე გაიგოს ჯოჯოხეთის სატანჯველების გემო. არა იმდენად, რამდენადაც ის სინამდვილეში არის, მაგრამ რაღაცა დოზით მაინც იმისათვის, რომ შემდგომში გაფრთხილდეს. ესეც შემთხვევით არ არის, ესეც ღვთისგანგებულებაა, რომ აქ ადამიანი უსინჯავს ორივეს, გემოს უსინჯავს და ყოველ შემთხვევაში არჩევანს თვითონ აკეთებს მერე. აი დღევანდელ სახარებაში ნახეთ როგორ არის. მაცხოვარი მიდის, ზოგი მახარებელი ამბობს გერგესეველთა მხარეს, ზოგი მახარებელი ამბობს ღადარინელთა მხარეს. დღევანდელი წაკითხული სახარება, მათეს სახარება ამბობდა, რომ ეს არის გერგესეველთა მხარე, თუმცა ეს ორი დასახელება ერთი და იგივე ადგილს უკავშირდება. მიდის და იქ ნახულობს ორ ეშმაკეულს. აქაც ზოგი მახარებელი ერთ ეშმაკეულს ამბობს, აღნიშნავს რა უფრო მძინვარე რომელიც არის მას და მათე მახარებელი ორ ეშმაკეულს მიუთითებს. და მთავარი აქ რა არის, რომ მაცხოვარს ეუბნებიან, რატომ მოხვედიო ჩვენს დასატანჯავათო დროზე ადრეო. აი სიტყვებს დააკვირდით, დროზე ადრე რას ნიშნავს? ესე იგი, მათ იციან, ეშმაკები ლაპარაკობენ ამ ადამიანებთან, თუ ეს ადამიანები კი არ არიან უკვე განწირული ჯოჯოხეთისათვის. ეშმაკები ლაპარაკობენ ამ ადამიანებთან, ეშმაკეულები არიან. რატომ მოხვედიო ჩვენს დასატანჯავად დროზე ადრეო? მათ იციან, რომ დადგება მათი ტანჯვის. ისინი ახლაც იტანჯებიან, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანი სინანულის გარეშე იყოს და არ იტანჯებოდეს. და მათ სინანული არ აქვთ და რა ქვიაო უფალი ეუბნება და ლეგეონიაო ჩემი სახელი. ლეგეონი როგორც არის ცნობილი, დაახლოებით 5,000, 7,000 ჯარისკაცს მოიცავდა რომაული ლეგიონი. ანუ აქ იმის აღნიშვნა ხდება, რომ ძალიან ბევრი ეშმაკია ამ ადამიანში ჩაბუდებული. ეუბნებიან, თუ განგვასხამ, ანუ თუ გავყრი ამ ადამიანიდან, ესე რომ ვთქვათ, რო გასაგებად, გვიბრძანეო, რომ ღორების კოლტში შევიდეთო, იქ ახლოს ღორების კოლტი ძოდა, მრავალი ღორი იყო და ძოდა. ისინი რომ მაცხოვარს ესაუბრებიან, ჩვენ ვიცით, რომ უფალთან საუბარს ქვია ლოცა. და სახარების განმარტებელი აღნიშნავს, რომ შეხედეთო, რას ითხოვენო ლოცაში, რას ევედრებიან, რომ ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი, ანუ რა აქვთ სანატრელიო და ვის აქვს ეს სანატრელი? მათ, ვინც ნათლის ანგელოზებად შეიქმნენ. ეშმაკი ხო თავდაპირველად ნათლის ანგელოზი იყო და ნახეთო, ცოდვამო რა დონეზე დასცა ისინი, რომ სანატრელი რა აქვთ, რომ ღორებში შეგვიშვი. და მაცხოვარიც უბრძანებს და შევლენ ღორებში და წაიყვანენ და კლდიდან გადაჩეხავენ, ზღვაში ჩაყრიან და დაახჭობენ ამ ღორებს. რომ ნახავენ ამ ყველაფერს მწყემსები, შედიან ქალაქში, ამ ქალაქის მოსახლეობა გამოდის, ანუ ამ ღორების პატრონები გამოდიან. და აქაც ერთი რამის აღნიშნა შეიძლება, რომ მათ საერთოდ არ ჰქონდათ უფლება ღორის ჭამისა, ხო ისინი ღორს არ ჭამენ. ანუ ისეთ საქმიანობას ეწევიან, რაც მათთვის არ არის ნებადართული. არასინდისიერია ეს საქმე. ეს ყოფილი ეშმაკეული კი დამშვიდებულია, გონიერი და შემოსილი, ასე აღნიშნავს მახარებელი. არა და მანამდე ჯაჭვებით კრავდნენ
და ამ ჯაჭვებს გლეჯდა ესე იგი. იმ მათი შიშით იქ ვერავინ ვერ გაივლიდა. წარმოიდგინეთ იმ ადგილებში რო იცოდა რომ ესეთი ორი ადამიანი არის და იქ ვერავინ ვერ დადიოდა მათი შიშით, ვერც არაფერს ვერ უხერხებდნენ. ეხლა მთელი ქალაქის მოსახლეობა გამოვიდა და კაცმა რო იფიქროს, ალბათ გამოვლენ და მაცხოვარს მადლობას ეტყვია, რომ ესეთი ადამიანები, თუ ის ადამიანები უყვართ ხო, მათი სიყვარულის გამო მადლიერი იქნებიან, რომ განიკურნენ. თუ არა და თუ თავისი თავები მაინც უყვართ და თავისი მოსახლეობა იმის გამო მაინც უნდა იყვნენ მადლიერი, რომ ეგეთი საშიშროება აღარ არსებობს იქ. მაგრამ მაცხოვარს სულ სხვა რამეს ეუბნებიან ისინი. თქვენ თუ დააკვირდით სახარებიდან და ვინც კითხულობთ სახარებას, მაცხოვარს ევედრებიან, რომ წადიო აქედან. რატო ევედრებიან, რომ წადიო? იმიტომ რომ მათი არასწორი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაკარგეს. მათი ღორები დაიხჩნენ წყალში და ისინი ევედრებიან, რომ წადიო აქედან. ეხლა ჩვენ რო არ ვიფიქროთ, რომ სახარება ვინმე სხვაზე გვიყვება, სახარება ზუსტად ჩვენ თავზე გვიყვება. მათ ჰქონდათ ერთი მხრივ ვერცხლის მოყარეობის უნება და რამდენჯერ ადამიანი ღმერთს სწორედ ამას ეუბნება, რომ წავიდეს. იმიტომ რომ აცადოს თავისი საქმიანობა, არასწორი საქმიანობის შესრულება. ადამიანი თავის სინდის ეუბნება, რომ წავიდეს და აანებოს თავი, ნუ აწუხებს. მაშინ, როდესაც რაღაცა საქმეს არასწორად აღასრულებს ადამიანი არა მარტო ღმერთს და სინდის, არამედ ადამიანსაც ეუბნება, რომ დაანებოს თავი, მოეშვას. იმიტომ რომ ხელს უშლის აი ამ ცოდვიანი საქმის აღსრულებაში. შეიგი ვერცხლის მოყარეობის უნებამ რა უყო მოციქულ იუდას, თქვენ ძალიან კარგად იცით. ჯერ საყვარელი მოძღვარი გასცა და მერე ვერ თვითონ ვერ შეისნოვა ვერაფერი, მერე თვითონაც თავი მოიკრა. აი ეს თვისება აქვს ცოდვას, ესე იგი. შენ კი არ გაგახარებს, ამ ვნების დაკმაყოფილება კი არ გაგახარებს. პირიქით, სხვასაც დაგაღუპინებს ის ცოდვა. და როგორ ამბობს მოციქული პავლე, ვერცხლის მოყარეობაო, ესე იგი, ყოველგვარი ბოროტების სათავეა, რამდენი ესე იგი, კვლელობა მომხდარა ამის გამო, რამდენი თვალთმაქცობა თუ, მზაკრობა თუ, დღესაც, აი მაგალითად იგივე ჯალახთმაში იყო წინასწარმეტყველი ელისე. მასთან მივიდა დამასკოდან, სირიიდან ერთ-ერთი დიდებული ადამიანი ნეემან ასური, რომელიც კეთრით იყო დაავადებული. და ჰყავდა წინასწარმეტყველ ელისეს მსახური, რომელსაც ერქვა გეეზი. ეს გეეზიც, როგორც ჩანს, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, დასნეულებული იყო სწორედ ვერცხლის მოყარებით. ანუ სიმდიდრისადმი, მატერიალურისადმი მიჯაჭვულობით. როდესაც ელისე წინასწარმეტყველმა განკურნა ნეემან ასური, განკურნა როგორ წადიო უთხრა, არც კი გამოვიდა თვითონ, არ დაენახა. არა და მანამდე მთელი ამბები ხდება, ესე იგი სირიის მეფემ შეუთვალა ისრაელის მეფეს, რომ თქვენთან თურმე ასეთი და ასეთი კაცი არსებობსო. ანუ სამეფო დონეზე წდება ეს საკითხი და იქნება შეხვდესო და განკურნოსო ეს ადამიანი. და ელისე არც კი გამოვიდა, არც კი შეხვდა. უთხრა, რომ წადიო და იორდანის მდინარეში სამჯერ გაიბანეო და გადარჩებიო. კეთრი, არა და კვდება ეს კაცი. აი განწირულია სასიკვდილოდ, კეთრით დაავადებული. ეს გაბრაზდება, რომ თუ სირიაში მდინარეების მეტი რა იყო და აქ რო არ მოსულიყავიო საბანაოთო და თავის მომსახურმა უთხრა, ხო ადვილი რაღაც გითხრა, რამე რთული რო ეთქვა, ხო გააკეთებდიო, წადიო და ნახე რას გეუბნება, წადიო და განიბანე მდინარეში. მართლაც განიბანე. ეხლა ეს მადლიერია ეს კაცი, განიკურნა. სრულიად განიკურნა. მიყებოდა კაცი, კვდებოდა და განიკურნა.
მადლიერია და უნდა რომ რაღაცა ძვენი მიართვას და ელისი არაფერს არ აიღებს მისგან. და ის სწორედ აქ, როდესაც ნეემანი წავა, გეჰეზი დაედევნება მსახური ელისე წინასწარმეტყველის და ეტყვის, რომ ჩემმა ბატონმაო ასე და ასე შემოგითვალოთო, რომ წინასწარმეტყველი ჭაბუკები არიან მოსულიო, მათთვის ტანისამოსი მინდაო და კიდე რაღაცა ვერცხლეულს გამოართმევს. და საბოლოოდ რა მოხდება? ეს დაფარული არ დარჩება ელისესგან. იმიტომ რომ ღვთისკაცია, ღვთისგან იცის მან ყველაფერს. და ის კეთრი, რაც ნეემანს ჰქონდა, შეეყრება სწორედ გეჰეზის. აი ამ ვერცხლის მოყარების გამო. ისე რომ ვნების დაკმაყოფილება ადამიანის მიერ ცდილობა, რომ დაიკმაყოფილოს ვნება და გონია, რომ ამით რაღაც სიხარული ექნება, საბოლოო ჯამში გამოდის ხოლმე, რომ აი ამ ვნების დაკმაყოფილება ადამიანს განაცდევინებს სწორედ აი თავში თქმულ ჯოჯოხეთის წუხარებას. ამ მიწაზევე განაცდევინებს ხოლმე. ამიტომაც ადამიანმა ვნების დაკმაყოფილება კი არ უნდა ეცადოს, არამედ ვნებების მოკვეთა უნდა ეცადოს. და ქრისტიანული ცხოვრება სწორედ ეგ არის, რომ ადამიანი ებრძოდეს საკუთარ ვნებებს. აი ვნებების გამოსწორებაზე ფიქრობდეს. და ღვთისმცნებების ცხოვრება სწორედ აი ამის შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. ახლა მარტო ვერცხლის მოყარება ხო არ არის, ვიღაც იტყვის, რომ მე თავისუფალი ვარ ამ ვნებისაგან, მაგრამ ვიღაც ამ პარტავნებით არის დასნეულებული. შენიშვნას ვერ მიცემს ზოგ ადამიანს. მყისვე უარყოფს. ვერ იტყვის, რომ თავს არ დახევს, თავს არ გაიმტყუნებს, სულ მართალია. სულ სხვებს განიკითხავს, სულ სხვებზე ლაპარაკობს. თვითონ ყველაფერი რიგზე აქვს. და გუშინაც უსმენდი, ესე იგი პატრიარქის ქადაგება ალბათ თქვენ მოგისმენიათ. ამ პარტავნებასო მხოლოდ და მხოლოდ ყოლა წმინდა სამება კურნავს, მეტი ვერავინ ვერ გიშველის. ვერც ერთ წმინდას ვერ შეევედრები, ვერც ყოლა წმინდა ღვთისმშობელს შეევედრები. ერთადერთი ყოლა წმინდა სამება რასაც შეუძლია მისი განკურნება. ბიჭებო, რა ხდება, ხელს ხო არ გისვით მანდ? აბა რომ მორჩებით მითხარი და გავაგზავნე. აი ეს სამი ამ პარტავნება, ვერცხლის მოყარება და ნაყროვანება არის ის სამი ძირითადი ვნება, საიდანაც მოდის ყველა დანარჩენი. ისინი შობენ სხვა დანარჩენსაც. და ამიტომაც აი ჩვენს თავში რაღაცას რო აღმოვაჩენთ, ესე იგი თუ ადამიანი საკუთარ თავს კარგად იცნობს, შეუძლებელია რომ მან სხვისკენ გაიშვიროს ხელი. და ყველაზე უმოკლესი გზა იმისათვის, რომ შენ ამათი მცოდვაში არ ჩავარდე, არის სწორედ ეგ, რომ არავინ არ განიკითხო. და მეორე მხრივაც, ყველაზე უმოკლესი გზა, რომ შენ იმ მცოდვაში ჩავარდე, არის სწორედ ეგ, რომ ვიღაც განიკითხო. ესეც სახარებისეული სიტყვებია, რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ. ანუ რის გამო შენ სხვას განიკითხავ, შენს განიკითხები იმის გამო. და თუ არ განიკითხავ, შენც არ განიკითხებ, ანუ არ ჩავარდები მაგ მცოდვაში. ეგ არის ყველაზე უმოკლესი გზა, მაგრამ იმისათვის, რომ არ განიკითხო, შენს თავში უნდა ამჩნევდე იმ დაცემულობას, რის გამოც შენ დამდაბლდები ადამიანი და აღარ გექნება სხვისი განკითხვის სურვილი. პირიქით, სხვას რომ დაინახავ მცოდვებს, შეგებრალება, რომ მიხვდები, რომ ისიც შინაგანად როგორ ბრძოლას გადის. თუ შენ აწარმოებ შენს ვნებებთან ბრძოლას. თორე შენ თუ არ ხეინად ხარ და ამ თითი არ შეგიხია არაფრისთვის, არც იცი სხვა რას ბრძოლას გადის. აი სიტყვაზე ვამბობ, ზოგიერთი ადამიანი იშრომებს, დაუშვათ აი მთელი ცხოვრება ჩადებს ყველაფერს და დაუშვათ ჩემპიონი გახდება. ვიღაცას, აი დაუშვათ მოჭიდავე, ვიღაცას დატამზე თითი რო არ შეუხია, იტყვის რომ მაგას გაუმართლა. რა გაუმართლა? მთელი ცხოვრება რომ იშრომა, ეგ არის რომ და ვის უმართლებს? ერთ-ერთი დიდი სპორტსმენი ამბობს, ვინც მეტ შრომობს, მას უმართლებს კიდეც. ეგ გამართლება შემთხვევით არ არის. ის შრომობს და ამ შრომის შედეგებს იმკის.
სულიერ ცხოვრებაშიც ესეა. შენ თუ არ შრომობ, არ იცი რა ჯაფა გასწია სხვამ, რომელმაც იმ წარმატებას მიაღწია. და შენ ადვილად განიკითხავ ვიღაცებს. ამიტომაც შევხედოთ ამ ეშმაკეულების მაგალითს, რომ ისინი განიკურნენ, განიდევდნენ რა მათგან ეშმაკები, მაგრამ მეორე კიდე საინტერესო რა არის, რატომ შევიდნენ მათში ეს ეშმაკები? იქნებ მათაც მისცეს ამისინება და ნამდვილად ასე იქნებოდა. იმიტომ რომ სხვა მხრივ ნახეთ, ეშმაკები ღორებშიც კი ვერ შედიან ღვთის ნების გარეშე. ღვთის უკითხავად და მისი ნებართვის გარეშე გამორიცხული. და როგორ ადამიანში შევიდოდნენ ღვთის დაშვების გარეშე? და საკითხავია, რატო დაუშვა ღმერთმა? ღმერთმა, რომელმაც ადამიანს თავისუფალი ნება მიანიჭა, სწორედ ეს თავისუფალი ნება ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ შემთხვევაში. ეხლა დღეს ვიღაც გატაცებულია, ჰოროსკოპები წავიკითხენ. ვიღაცამ კითხავ თან მივა, ვიღაცა რაღაცას გააკეთებს. და ამითი განა ადამიანი კარებს არ უღებს ეშმაკს რომ შემოვიდეს. აბა სხვა რა არის ეს? და მე რაღაცა გასაკვირი რომ ის ადამიანი სულაც ეშმაკეული გახდეს. და რომც არ გახდეს, თუ არ შეინანებს ესეთი ადამიანი, მას კარგი არაფერი არ იქნება. აი ძალიან რბილად ვთქვათ, ამაზე რბილად თქმა ალბათ აღარ შეიძლება. თუ არ შეინანებს, მისთვის სატანჯველი იქნება გამზადებული. იმიტომ რომ ეს პირდაპირ საეშმაკო საქმე. ამიტომაც ჩვენ კი არ უნდა ვამართლებდეთ ჩვენს ცოდვებს. თუნდაც ჩვენს უზიარებლობას, ჩვენს უნოცელობას, ჩვენს უმარხულობას. და რა გააკეთეს ადამმა და ევამ? თავი არ იმართლეს და რა შედეგი მიიღეს? 60 დაატოვებინა ღმერთმა. მათ რო ეთქვათ, რომ ჩვენ შევცდით, აი იქ როგორ იყო? ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობის. ანუ ერთი მხრივ ხე მცნება ეს იყო. ხე სიცოცხლისა უნდა ეხმიათ და კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან თავი შეეკავებინათ. დღესაც ესეა, უფალი გეუბნება მცნებას გაძლევს, რომ ვინც ეზიარება ჩემს სისხლსა და ხორცს, მას თავისთავში ექნება მარადიული სიცოცხლე. და მეორე მხრივ თავშეკავება ცოდვისაგან. და ადამიანი თუ ხორცისაგან ვერ იკავებს თავს, მრისხანებისაგან შეიკავებს, შურისაგან შეიკავებს, ამპარტავნებისგან შეიკავებს თუ განკითხვისგან შეუძლებელი. თუ პატარაში, თუ მცირეში არ არის ერთგული, უფალი ამბობს, ის დიდშიც ერთგული ვერ იქნება. მცირე ზუსტად ის არის ხორციელად მოიკლო რაღაც. და თუ ხორციელში ვერ ახარ მტკიცებ, სულიერს როგორ გააკეთებ? ამიტომაც ეს მცნებაც მოცემულია და ადამმა და ევამ რო დაარღვიეს, მათ არ შეინანეს, არამედ ადამმა ევას დააბრალა, ევამ გვერდს დააბრალა. ჩვენც ვაბრალებთ ხან გარემო პირობებს, ხან 21 საუკუნეს, ხან სხვა ადამიანის აქციას, მაგრამ ეგ ყველაფერი გავს ადამის აქციას, რომელმაც არ შეინანა. მაგრამ ვინც შეინანა, დიდი ცოდვილებიც კი ძალიან დიდ წმინდანებად იქცევა. აი ამაშია სწორედ ქრისტიანობის სიდიადე. არა ის რომ არ დაეცე, არამედ დაეცე, მაგრამ წამოდგომის სურვილი და თავის დამდაბლების და შენდობის თხოვნის სურვილი ადამიანში ყოველთვის უნდა იყოს. და სწორედ უფლის სიტყვებია, რომ ვინც თავს დაიმდაბლებს, ის ამაღლდება. ხოლო ვინც თავს აიმაღლებს და იტყვის, რომ მას არაფერი შეუწოდავს, იმას უფალი დაამდაბლებს. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. მშვიდობა მოგმადლოთ უფალო. ჩვენთან არის ღმერთი.